შემოსავლების დამალვისთვის მამუკა ხაზარაძე დაჯარიმდა ლელოს ლიდერმა დეკლარაციის შესავსება დამატებითი დრო ითხოვა, თუმცა მაინც ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი გასცა. ამ სიაში არ მოხდა გერმანელი დიპლომატისთვის მიქირავებული ბინიდან მიღებული შემოსავალი. ნინო არღლიანია თემით პირდაპირ ეთერში. ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძის დეკლარაციაში არაერთი დარღვევა იპოვა. მათ შორის ის, რომ მამუკა ხაზარაძე სახელმწიფოს გერმანელი დგმურისგან მიღებულ შემოსავალს უმალავს და ასევე ის, რომ მამუკა ხაზარაძე სახელმწიფოს უმალავს უცხოურ ბანკებში არსებულ ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. თავად ხაზარაძე ამ ყველაფერს ტექნიკური ხასიათის პრობლემას უწოდებს, მაშინ როდესაც ლელოში სხვის მიერ დეკლარაციის არასწორად შევსება დარღვევად ფასდება. მართველი პარტიისთვის კი ეს ამბავი ადასტურებს იმას, რომ მამუკა ხაზარაძე ქართულ კანონმდებლობას პატივს არ სცემს. ლელოს მილიონერ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს სახელმწიფოსთვის შემოსავლების დამალვა დაუდგინდა. ანტიკორუფციულმა ბიურომ ხაზარაძის დეკლარაციაში დარღვევები აღმოაჩინა. ხაზარაძე მალავს გერმანიის ელჩზე გაქირავებული სახლიდან შემოსავალს და ასევე მალავს უცხოურ ბანკებში მის სახელზე არსებულ ანგარიშებზე ამონაწერებს. 35 გვერდიან დეკლარაციაში არასრულად და არასწორად ასახული ინფორმაციის ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მრავლობითი დარღვევები, კერძოდ მამუკა ხაზარაძის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის მის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება. ამასთან აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძე მონიტორინგის ფარგლებში ითხოვა დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის დამატებითი დროის მიცემა, რაც ბიუროს მხრიდან იქნა გაზიარებული, თუმცა მიუხედავად დამატებით მიცემული ვადებისა, მისი მხრიდან არ მოხდა ყველა საჭირო დოკუმენტაციის ბიუროსთვის წარმოდგენა, მათ შორის მამუკა ხაზარაძის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი მის სახელზე უცხოურ ბანკებში არსებული ანგარიშების ამონაწერები. მამუკა ხაზარაძე ძლიერი ვერც ფინანსურ ტრანზაქციებში აღმოჩნდა. სახელმწიფოსთვის დამალულ შემოსავალს ტექნიკურ პრობლემას უწოდებს. ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ კანონის დარღვევა მის შემთხვევაში კანონდარღვევა არაა, ისევე როგორც თითქოს ელჩი პოლიტიკოსის სახლში ჩვეულებრივი ამბავია. მოხდა ტექნიკური, დიახ, იმიტომ რომ ჩვენთან აღმოაჩინეთ სხვათა შორის ეს ტექნიკური ჩემ მეუღლეზე გაფორმებული, ესე ვთქვათ, ქონების გადასახადით. იმავე მომენტში თანხა იქნა გადახდილი, ჯარიმის ოდენობა ჩვენ განსაზღვრდა წინასწარ ჩავრიცხეთ, რაც შეეხება თქვენს მეკითხებით, ესე ვთქვათ, დეკლარაციის შევსებაზე 2000 ლარი დამაჯარიმეს. რატო არ არის სწორი ჩემ მეუღლემ გააქირავა ქონება სააგენტო საშუალება და მარტივი ამბავია. ფინანსურის გარდა ამბის უკან პოლიტიკურ მდგენელს ხედავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მხარეები ცდილობდნენ დიპლომატიურ პოლიტიკური იჯარა სკანდალად არ ქცეულიყო. ფაქტს ჰქონდა არაიმდენად ფინანსური, რამდენადაც პოლიტიკური მოტივი, მას არ უნდა გაემხილა, რომ მას ჰქონდა მიქირავებული საკუთარი სახლი გერმანიის ელჩზე, რაც რა თქმა უნდა პოლიტიკურად და დიპლომატიური კუთხით არის სრულიად არაკორექტული ნაბიჯი, სამწუხაროდ ასეთი რაღაც მოხდა. რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა ასეთ ფაქტზე ქმედითი რეაგირება გერმანიის მხრიდან, თუმცა ნუ მაინც ქმედითი ეს რეაგირება არ იყო. მამუკა ხაზარაძისგან, რომელსაც საკუთარი ბანკის გავლით თაღლითობა დადგენილი აქვს, განგრძობადი კანონდარღვევა მოულოდნელი არ არის მართველი პარტიისთვის, სახელისუფლებო გუნდისთვის, გამქირავებლის გარდა მდგმურის დუმილიც ხმაურობს. გერმანიის ელჩმა დაგვამახსოვრა თავისი განცხადებები, რომელიც ძირითადად აღუევდა სიძულვილს ექსტრემის ქვეყანაში, ახალისებდა ძალადობრივ ჯგუფებს, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა და ბევრი კითხვის ნიშნები იყო, თუნდაც მის საცხოვრებელ ფართან დაკავშირებით. ალბათ ერთხელ თაღლითი, მუდმივად თაღლითი იქნება, მასშტაბს ამ შემთხვევაში ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს მის შემთხვევაში. გრძელი გზა გაიარა სხვადასხვა არასწორი ნაბიჯების, მათ შორის ყველაზე ელემენტარული, რაც შეიძლებოდა მოეტყუებინა, ეს არის დეკლარაცია, რომელსაც საჯარო პირები ვაბარებთ. გამიჭირდება ამ ყველაფრის შეფასება, რადგან შეფასებას საკმაოდ მძაფრი გამონათქვამები ჭირდება. თბილისის ელიტარულ უბანში მამუკა ხაზარაძემ 750 კვადრატული მეტრი ფართის სახლი მეუღლეს 2022 წელს აჩუქა და 2022 წელსვე გერმანიის ელჩზე გააქირავა. 4 წელია ამ სახლში პეტერ ფიშერი ცხოვრობს. 4 წელია ამ ამბავს მესაკუთრეც მალავს და გერმანელი მდგმურიც.